ჩვენ ვიდეოების გადაღებაში გვეხმარება USA to Georgia. გამარჯობათ, მეგობრებო, არ გამოწერება კარგი. გამარჯობათ. მოკლედ ძალიან ისეთ მაგარ ადგილზე ვართ ახლა ჩვენ. და რა, შეიძლება ბევრმა არ იცოდეს. რომ საქართველოში აი ამ კაცის ძეგლი დგა. ძეგლი რა ბიუსტი. შეიძლება ძეგლი ეკუთვნის, შეიძლება კი არა უეჭველი ეკუთვნის ამ კაცს, მაგრამ რატომღაც აი ესეთი ბიუსტით ვართ საკმაყოფილებული. ყრია რაღაც ჩუშები, სიგარეტის. მოდელი თეოდორე, თავდადებული. აი ესეთი რაღაცაა, ეს არის სოფელ გარიყულაში. იქ მხარეს ახალციხისკენ მიდის გზა. აი ეს გზა შედის ახალციხისკენ. აქეთ მხარეს მიდის კუნისკენ. შუაში არის ეს ძეგლი. სამწუხაროდ ოპერატორი არა ყავს. ჩვენ თვითონ გვიწევს გადაღება და მოდი ამ კაცზე რამოდენიმე სიტყვას გეტყვით რა. ბატონო დავით, ვინც ისტორია არ იცის, ვერც აწმყოში იქნება ნორმალურად და ვერც მომავალს ვერ განჭუდეს, გამიგი. აქამდე რა მოგვიყვანა? ქართველები. თავდადებამ ბიჭო და გმირებმა მოგვიყვანეს. აი ეს კაცი არის ერთ-ერთი გმირი. მოგეთ უცებ გეტყვით აქ რაც ხდებოდა. უცებ როგორა, რაც საჭიროა იმას გეტყვით. 1609 წელს მოკლედ სპარსელები და ოსმალები იყვნენ ერთმანეთზე დარეულები, მაგრამ ხო და სპარსელებმა, უпростоოდ ოსმალებმა იმძლავრეს სპარსელებზე, წაართვეს ბაღდადი. ბაღდადი რა არის? ბაღდადი ერაყის დედაქალაქია, ეხლანდელი. მაშინ ერაყი არ ერქვა, ბაღდადი აიღეს. არაბები ცხოვრობენ და საქართველოს ხელში ჩაგდება მოინდომეს, იმიტომ რომ სპარსელებისთვის დაესწროთ. სამცხეს ჯავახეთიდან შემოვიდნენ ოსმალები და საქართველოში შემოიჭრნენ. იქ მოსაზღვრე ქართული ძალები რაც იდგა, ისინი გაანადგურეს, ასე ვთქვათ, მესაზღვრეები. შემოიჭრნენ აქ, მაშინ აქ მეფობდა ახალგაზრდა მეფე ლუარსაბ მეორე და ცხირეთის ციხეში იყო საზაფხულო რეზიდენციაში მცირე ამალით და მეფე არ იცოდა რომ აქ შემოჭრა მოხდა. და ოსმალები რომ შემოვიდნენ, წამოვიდნენ სწრაფად და მაგათი მიზანი რა იყო, რომ ხელში ჩაეგდოთ. მაგათი მიზანი იყო ხელში ჩაეგდოთ მეფე და მერე მთელ საქართველოს დაიმორჩილებდნენ. რა მთავარი იყო რომ ეწინააღმდეგობის ძალა მეფე ხელში ჩაეგდოთ როგორც ლუარსაბი. და კვალეთი ეგეთი სოფელი კვალეთი. მანგლისთან არის ხალხი გახიზნული იყო რომ გაიგეს უკვე ეს ოსმალები მოდიოდნენ და მოდელი იყო დარჩენილი. ეკლესიას აკეტავდა ეს ეკლესიის საუნჯე, ხა საუნჯე ისეა ნასათქვამი. ჩვენთვის საუნჯი არის საეკლესიო წიგნები, წმინდა წერილები და ასე შემდეგ. ოქროები და ბრილიანტები და რაღაც ოქროს ისინი საქართველოში არ იყო. უბრალოდ რაღაცები იყო, მაგრამ მერე რუსებმა წაიღეს, ზოგი გადაადნეს, ზოგი გაგვიყიდეს და რამე ასე შემდეგ რა. მოკლედ წერია რომ საუნჯე გადამარა და თვითონ ეკლესიას კეტავდა. ღვთისმშობლის ეკლესიას ვერ მიაგნეს სპარსელებმა, გაძარცვას გადაურჩა. მემატიანე წესო ჯანგმა და რაღაცამ დაფარაო ბურუსმაო და შეიქმნაო უხილავიო. დაიჭირეს ეს კაცი. დელსახური და მოსთხოვეს რომ ცხირეთის ციხისკენო გზაო რა. სტოვრებისგან იცოდნენ რომ მეფე იქ იყო. მეფე აზზე არ იყო ესე რომ მოდიოდნენ. საკმაოდ დიდი ლაშქარი იყო და ნუ წამები სიკვდილს შეპირდნენ, როგორც მაგათი წესი და რჯულია, მაგათი მოკლედ ამან ითავა, წამოიყვანა, აი ამ გზაზე მოიყვანა, აქედან არის ციხე. სამწუხაროდ ჩვენ არ აქვს მაღალი გამოლობის მანქანა, რომ რაღაც ცხირეთის ციხემდე მივიდეთ. მაგრამ არა უშავს რა, როცა იქნება სადავდეთ. არა მინდა რომ ეს ჩანდეს რა, ხო სკვერია მოწყობილი ესეთი ძალიან კიდე გეტყვით რომ რაღაცა ისეთი სკვერია საქეიფოსავით რაღაცები. არა, საქეიფო არა. მოიცადე. ახალგაზრდობას აგერ მზეს უმზირა უყვარს როგორც ეთყობა, იმიტომ რომ მუხლამდე მზეს უმზირა ყრია, რომ მოდიოდით აქ ეგრა იპოვნე. კაი, მოდი ისევ გავაგრძელოთ ჩვენი ისტორია. მოკლედ
წამოიყვანა თევდორემ ესენი გზას აასწირა აქ იქიდან გამოდიან რამოდენიმე გზა სპარსელებმა ეგეც იცოდნენ რომ რამოდენიმე გზა იყო მაგრამ ზუსტი გზა და უმოკლესი ცხედისგან არ იცოდნენ ამან წამოიყვანა და აი აქეთ ხეობაში შესვლა რამოდენიმე გზა გადადეს წაიყვანა მცდარი გზით ხო და ჯერ ნორმალური გზა მიდიოდა მაგრამ რაღაც დროის განმავლობაში ეს გზა უკვე იმაშვრება რა ქვია უკვე მემატიანე წერს რომ შეიქმნაო ცხენისთვის გაუვალიო ანუ ცხენითაც ვეღარ მიდიოდა ვეღარც ადამიანები იყო და ნორმალი და მიხვდნენ რა რომ დელმა მოატყუა თევდორემ სასტიკად აწამეს ანუ სიკვდილით დასაჯეს ოღონდ ისი არა ხმლითა და რამით არა აწამეს და სამაგიეროდ ამხელა ლაშქარმა რო გაიარა რამის გააკრეს თუ მეთოდზე იძახი წამების ახლა ზუსტად არ ვიცი რა უქნეს მაგრამ აზიელები ძალიან სასტიკი ხალხია და აი სისასტიკეში ძალიან ჩემპიონები არიან მოდი აზიაში მე ვიცი რომ ის წამება იყო აბავდნენ ძირს და სპილოს ფეხსად გამევნებენ თავზე ეგ კიდე ბაირამობაა შვილო მაგათ ისეთი ოღრაში რაღაცები წოდნენ რომ მოკლედ აწამეს და უკან მოტრიალდნენ სასწრაფოდ მაგრამ ამხელა ლაშქრის გავლა აქ ხალხი ხო იყო სახიზრები არის კიდე ზემოთ მთებში და ისე არ ჩაიარა რა მაგამ ბავმა ხალხმა დაინახა მეფე შეატყობინეს მეფე ციხესიმაგრიდან უკვე იქ ხალხი გააგზავნა მოაგროვა ჯარი რომ ამა დახოდროდნენ ეს არ იყო ძალიან დიდი ჯარი კიდე ერთხელ ვიტყვი იმიტომ რომ მარბიელი ჯარი იყო და ერთადერთი მიზანი იყო არც მოსახლეობის აწევკე არა პირდაპირ მოდიოდნენ მეფის დასაჭერად აი ეს თევდორე რო არა ყოფილიყო ან ვიღაცა ვერაგი და მსუყანი და რა ვიცი რაღაცა რო არიან ხოლმე რა ავი მსუნაგი ხალხი რა ესე ვთქვათ რაღაც ტექსტი იყო დატოვებული ან გაფუჭებული ხალხი ან ადამიანი რო ყოფილიყო ბოლო თავს გადაერჩენდა მაგრამ არ გადაერჩინა თავი და არათუ მეფე ლუარსაბი იხსნა მთელი საქართველო იხსნა აი ქართლი და კახეთი დიდი უბედურობისაგან რა იმიტომ რომ ხელიდან დაუწყდა თვითონ მეფე ამათ მერე ლუარსაბმა ჯარი შეკრიბა წმინდანად არის ხათაშორის ლუარსაბი აღიარებული ბერი თევდორეც ღდელი თევდორეც წმინდანად არის აღიარებული ეს გაფუჭებული რაღაც ამის დატოვებული რაღაც იყო შეიძლება ტექსტი და ეს არ ვიცი ახლა ვისი დამზადებულია თვითონ ის იმ ქუთაისელს გაკეთებული ხო არა ერთი დიდი ქვისგან არის გაკეთებული აი ესეთი ბიუსტი და ბიუსტზე რაღაცა მიკრული იყო და აღარ არის ხო და რა ვიცი რა შვილებს დაარქვით თევდორე რომ აი ესეთი მაგარი ადამიანის სახელი და ასე შემდეგ მე რატო არ დამარ თევდორე შენ დაგარქვი ირაკლი შენ დავითის სახელი დაგარქვი ბიჭო დავით იცი ვინ იყო დავით აღმაშენებელი დავით აღმაშენებელი მეოთხე დავით მეოთხე დავითები ბევრი ყავდა ეგ ვიცი თევდორეების ბევრი გაყოლება ღვთისწყალობით ალბათ რა მე ვიძახი ბევრმა გაწირა თავი ამან გაწირა ამ კაცმა თავისი შეგნებით და გაგებით გაიგე ბატონო და სულაც არ არის ეს რაღაც ან მასხართ ასაგდებიან რაღაცა იცოდეთ საქართველოს ისტორია გარიყულა სოფელი ანუ მოატყუა და სხვა გზაებმა და ვერ იპოვეს ის მეფე ცხირეთის გზას აასწინა ხო რომ მეფე ვერ დაიჭირეს პოვნა კი არა დაჭერა ხელშაგდე მოუნდოთ მაგრამ არ გამოუვიდათ გააქვს რამე კითხვები ამასთან დაკავშირებით რავი არა გვამი სამწუხაროდ ისე აწამეს რომ ვერ იპოვნეს ანუ გაანადგურეს რა და ესეთი წმინდანი კაცის პატარა ძალიან ისეთი მოკრძალებული ბიუსტია მაგრამ მაინც ასიხარულა რომ ესეთი ბიუსტი ასე ეგეთი რომ ის სასაფლავერი მოკლედ ეხლა დავტოვებ თაქაურობას აუ იული საქართველოში სანამ საშუალო გექნება სანამ რაღაცა ვიდეოების გადახებაში გვეხმარება USA to Georgia და კიდე ბატონო დავით USA to Georgia-ს რა საბერძნეთიდან შეგიძლიათ ნივთების გამოწერა და მე წავედი და რაც გინდათ რა რაც მზადდება იმას რა აი ესეთი ძალიან მაგარი ხალხი გიდგა გვერდზე დანარჩენი აბა რა მოგახსოვთ ის გაგახაროთ იცოდეთ ესეთი კაცები ყავდა კიდე გვეყოლება და მეთმა გვიმრა რომ საქართველოს ესეთი ადამიანები ჩვენ კიდე მეტა ბატონო დავითი ვივლით ესე ჩვენით გადავლით ფეხით ასე შემდეგ საქართველოში არ გაძანდებოდეთ შემდეგ ვიდეო